ღაზის სექტორში ღამის დადგომასთან ერთად დანგრეული შენობებისა და ნანგრევების გროვა სიბნელეში ექცევა. თავიანთი სახლის ნანგრევებში მცხოვრები ასმა დუაიმას უმცროს ვაჟებს სიბნელის ეშინიათ. ამიტომაც დასამშვიდებლად იგი ტელეფონის ფანარს იყენებს, სადამდეც ელემენტი ყოფნის. თითქმის 16 ომის გამო იძულებით გადაადგილების შემდეგ ისინი ახლა სახლში დაბრუნდნენ, თუმცა როგორც თავად ასმა აცხადებს, უმძიმეს საცხოვრებელ პირობებში უწევთ ყოფნა. არ არის წყალი, დენი, გათბობა და არც არანაირი სერვისი არ მომსახურება. არც ხელსაწყოები აქვთ, რომ ნანგრევები გაასუფთავონ. ყველა სახლს მთელს მსოფლიოში აქვს ელექტროენერგია, წყალი, გაზი და ყველაფერი. ელემენტარული რაც საჭიროა, მაგრამ ჩვენთვის ჩვენ ვიძინებთ და ვიღვიძებთ ამ ელემენტარული საჭიროებების მოსაძებნად. გაეროს მონაცემებით ცეცხლის შეწყვეტის შედეგად ჩრდილოეთ ღაზაში დაახლოებით 600,000 პალესტინელი დაბრუნდა. თავდაპირველი შვებისა და თუნდაც დაზიანებულ ან განადგურებულ სახლებში დაბრუნების სიხარულის შემდეგ ისინი ახლა ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ნანგრევებში ცხოვრება. ჩვენ კოშმარში 15 თვე ვიცხოვრეთ და ახლა ეს კიდევ უფრო მეტად რთულია, რადგან ეს ჩვენთვის პირადი დანაკარგია. ერთ წამში მოგონებები და მთელი ჩვენი ცხოვრება გაქრა. ეს არის გრძნობა, რომლის აღწერა შეუძლებელია სიტყვებით. გაეროს შეფასებით ღაზის რეკონსტრუქციას დაახლოებით 53 მილიარდი დოლარი სჭირდება მას შემდეგ, რაც მთელი უბნები ისრაელის დაბომბვისა და ჰამასის მებრძოლების წინააღმდეგ იერიშების შედეგად განადგურდა. ღაზა ახლა სავსეა 50 მილიონ ტონაზე მეტი ნანგრევით. თუ 100 სატვირთო მანქანა სრული დატვირთვით იმუშავებს, მათ 15 წელზე მეტი დასჭირდებათ ნანგრევების გასატანად. გაეროს შეფასებით ამ დროისთვის თითქმის არ არსებობს შესაძლებლობა ან დაფინანსება მნიშვნელოვანი აღდგენითი პროცესის დასაწყებად.